ბიუჯეტის განხილვის დროს, ყველა ეტაპზე კომისიებში განხილვის დროსაც და დღესაც, როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება მოხდა, ყოველთვის ჰქონდა ერთი იდეა. ამ იდეას ვაჟღერებით მანამდე სადამდე არჩევნები ჩატარდებოდა და მე საკრებულოს წევრი გავხდებოდი, ეს არის ის, რომ ქუთაისი გახდეს დედაქალაქი. ზოგადად ის ბიუჯეტი, რომელიც შემოვიდა, მე თუ მკითხავთ, ანუ მართლა კრიტიკას ვერ უძლებს. 125 მილიონი ლარიდან თითქმის ნახევარზე მეტი მიდის თანამშრომლების ხარჯების ანაზღაურებაზე. არ შეიძლება, რომ ბიუჯეტი და ეს ადამიანები, რომლებიც ქალაქებს ახურებოდნენ, იღებდნენ ბიუჯეტის ნახევარს და ბიუჯეტის ნახევარი იყოს შემდეგ მათ განკარგულებაში, ხო? ეს ასე არ ხდება, არ ფუნქციონირებს ასე. შესაბამისად, ყოველთვის ჰქონდა პროტესტი ამასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი როგორც დგება, არც ეს არ არის ის, რაც ჩვენ პარტიასა და გუნდს მოწონს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტს არ უყურებთ ასე, რომ ხალხის გადასახადებიდან აღებული თანხა ასე უნდა ხმარდებოდეს ქალაქს. ჩვენ რომ ადამიანებს მეტი დარჩეს, თავის ჯიბეში და თვითონ გააკარგო თავისი ცხოვრება ისე, როგორც მათ უნდათ, მაგრამ ამ დღის წესრიგში, რომელშიც დღეს ვართ ჩვენ მოცემული და მე როგორც ერთი რიგითი საკრებულოს წევრი, რომელიც ამ დღის წესრიგის ნაწილი გავხდი, ვფიქრობ, რომ პრიორიტეტების განაწილებაში ვერ ვემთხვევით ამ შემთხვევაში ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობასთან გვაქვს აღებული, პირველ რიგში შეჭრებული ოჯახების დახმარება, მათი უზრუნველყოფა იმ მინიმალური მაინც რითაც შეგვიძლია რომ დავეხმაროთ, თუმცა ბიუჯეტში ვერ გამოინახა შესაბამისი თანხები, რომ მრავალშვილიან დედებს დავეხმაროთ, კანალიზაციის სისტემა განახლდეს, სანიაღვრე სისტემა განახლდეს, რაც ქალაქს რეალურად მართლა ჭირდება ფუნქციონირებისათვის. არ ვამბობ ის, რომ რაღაცა ფუფუნების საკითხი არის და ამის გარეშე შეიძლება რომ არსებობდეს, ხო? 21 საუკუნეში კანალიზაციის სისტემის და სანიაღვრე სისტემის გარეშე ადამიანს გადაადგილება შეიძლება გაუჭირდეს ქუჩაში და შეეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ანუ ეს ბიუჯეტი არ ასახავს ქალაქის განვითარების გეგმას. ქალაქის განვითარების გეგმის ასახვა არ ხდება ამ ბიუჯეტში და მით უმეტეს ეს ბიუჯეტი თავის თავს ამოწურავს ერთი წლის შემდგომ და იგივე გასაჭირი დაგვედგება 2027 წლის ბიუჯეტშიც, ხო? ეს პრობლემა მუდმივად ესე ცირკულაციას განიცდის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს რეალური ცვლილების მოლოდინი. რეალური ცვლილება, რომელიც ამ ქალაქში უნდა მოხდეს, ეს არის, რომ ეს ქალაქი გახდეს დედაქალაქი. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ განცხადებაც გააკეთა, რომ თბილისი უნდა განიტვირთოს იმ ადმინისტრაციული შენობებისაგან, რომელიც თბილისში არის განთავსებული და ახალი შენობები აშენდეს მთაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღევანდელ მომენტში გვაქვს უნიკალური შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ქუთაისლებმა. ეს შანსი არის, რომ ქუთაისი გახდეს დედაქალაქი. ამ იდეაზე უარს ვერავინ ვერ გვეტყვის. იდეაში ვერავინ ვერ ეტყვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ქუთაისლების ხარდაჭერა ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანი იქნება მთავრობისთვისაც და ზოგადად ადამიანების ცხოვრება შეიცვლება თბილისშიც და თბილისელებისთვის ეს იდეა მოსაწონი იქნება და ქუთაისლებისთვის, რომლებიც რეალურად დღევანდელ დღეს ვერ ხედავენ რა პერსპექტივად უნდა განვითარდეს ქალაქი. მოსახლეობა გადინებას განიცდის. ანუ მოსახლეობა არაში ადამიანები ჩვენს ქალაქში არ ბრუნდებიან ადამიანები იმისათვის, რომ აქ ცხოვრება გააგრძელონ, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ ქალაქში. და უცებ გაჩნდება ძალიან დიდი ეკონომიკური შესაძლებლობა. სივრცე, რომლის გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ ქალაქს უნიკალური შანსი მიეცემა და ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ის გასაჭირი არ დაუდგებათ, რომ იფიქრონ 2027 წლის ბიუჯეტში მისი პრობლემა გადაწყდება თუ ვერ გადაწყდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უნდა ვივსჯელოთ. მე შევთავაზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესაც და მერსაც ამ იდეაზე მუშაობა, მეც ვფიქრობ, რომ ჩემი რესურსით 100%-ით ჩართული ვიქნები, რომ რაღაცნაირად ამ ცვლილებას სათავე დაუდგეს, მაგრამ არ ვიცი ამ იდეის მხარდაჭერის რეალური მოლოდინი მე არ მაქვს. კანალიზაციის სისტემა ახსენეთ და ამასთან დაკავშირებით შეიძლება შემოგედაო, კანალიზაციის სისტემა თქვათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულება და მან უნდა განახორციელოს ეს პროექტი. უბრალოდ შეიძლება ამ კუთხით შემოგედავს. ისიც რა ფაქტი ის არის, რომ ქუთაისს ეს პრობლემა აქვს. ხო, დასახლებები არსებობს, უდიდესი დასახლებები, სადაც ეს არ არის და ამ პრობლემაზე ლაპარაკი ქუთაისს ჩვენ უნდა დავიწყოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გვაქვს საკრებულოს წევრებს, ხო? პრობლემების დასახვა და გადაჭრის გზების ძიება ჩვენი ვალდებულებაც არის ერთგვარი და ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას, ახლა ქუთაისი რიგითი ქუთაისელებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ პრობლემა მოგვარდეს და ამის რესურსი ხო არსებობს რეალურად. არ არის ესეთი პრობლემა არ არსებობს, რომლის გადაჭრის შესაძლებლობაც ჩვენ არ აქვს.
ყველაფერი არის მონდომების საკითხი, ყველაფერი არის პრიორიტეტების დალაგების საკითხი. ხა ვიღაცისთვის პრიორიტეტი არის თქვათ საჯარო მოხელის ხელფასის ზრდა და ამას გააკეთებს, ვიღაცისთვის პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურაში ჩადებს თანხას. ანუ მე არ წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელიც მართლობის ქვეშ არის ბიუჯეტის სახსრებით განკარგვა. მე რომ ამ მათ ადგილზე ვიყოს, სხვაგვარად გავაკეთებდი და რადგან უმრავლესობის არჩევანი დღევანდელი ხელისუფლება არის, ისინი როგორც გადაწყვეტენ, ესე მოხდება. შესაბამისად მე ვამბობ იმას, რაც მე მინდა რომ ასე გაკეთდეს, მაგრამ ფაქტიურად მე არ მაქვს ამის ბერკეტი, რომ რაღაცა შევცვალო ამ წუთას.